იმიტომ გუშინდელი კადრები ეს არ არის ცალკე ამოღებული, ეს არ არის 7 ნოემბრისგან 26 მაისისგან დამოუკიდებელი კადრები. ეს ხელისუფლება მთლიანად არის აგებული ძალადობაზე. ჩვენ ვაპროტესტებთ საერთო ძალადობას ამ რეჟიმისაგან და იმ ძალადობას, რომელსაც ჩადიან პოლიციის თანამშრომლები. და პოლიციას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ის უნდა ემსახურებოდეს არა სააკაშვილის რეჟიმს, არამედ ქართულ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს. ეხლა გთხოვთ ყველა ნელა მშვიდობიანად დავიძრათ, გადავკვეთოთ ქუჩა და მივიდეთ პოლიციის შენობასთან. ჩვენ ვაპროტესტებთ იმ ძალადობას, რომელიც ეს სააკაშვილმა ცხოვრების ნორმად აქცია. ყველა ბორჯომელმა ნახეთ გუშინ ვიდეო კადრები. ყველა ხედავთ რა მორალის ხელისუფლება გვყავს. როგორ ექცევია პატიმრებს. ნუ რა ვინ მოიტყვის იმას, რომ აი რა ჩემი ბრალია სააკაშვილი ჩადიოდა ამას, მერაბიშვილი ჩადიოდა ამას, ათეიშვილი ჩადიოდა. ყველა ჩადიხართ. ვინც ამას ითხრენთ, ვინც ამაზე თვალს ხუჭავთ, ვინც როცა ჩვენ ხედავთ ქუჩაში სალამის გეშინიათ და ქართული ოცნების დროშებს და მაისურებს რო ხედავთ, გაჟურჟოლებთ. ყველა დამნაშავეები ხართ, თქვენ შექმნით ეს უსამართლობა. გუშინ თქვენც უტყავდით იმ საკალ ბიჭებს, თქვენც უტყავდით, თქვენ გააცნობიერეთ ძალადობა. ამიტომ ყველა უნდა მიხვდეს იმას, რომ ეს ყველაფერი თავდება და პასუხი ყველას მოეთხოვება. საქართველოს გამარჯვება! ეს არის ძალიან ამორალური საქციელი და ეს არის ამ ხელისუფლების ბუნება და სახე. ეს არის მათი მორალი. აი ამ მორალისაგან უნდა გავათავისუფლოთ ჩვენ საქართველოს. დანშიცის და სულ ცემდნენ ყოველ იმაზე აცემაში. ქსანში კბილებ ჩამტრეული გაუბედურებული მომიყვანეს შვილი და ეხლაც არის ჯანმრთელობა დაკარგული აქვს, შერყეული აქვს ჯანმრთელობა ძალიან. დღევანდელ აქცია ჩვენ სოლიდარობას უცხადებთ იმ ადამიანებს, ვისაც აწამებენ ციხეებში, იმის დასულ ადამიანებს, იმ არასდასულ ახალგაზრდებს, რომლებსაც აწამებენ და ასე საშინელ დღეში აგდებენ. და მინდა მე მთელ ქვეყანას, მთელ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდო. ერთი წამით მაინც დაფიქრდეს, დღესაც კი ვინმეს თუ ილუზია აქვს, რომ ეს ხელისუფლება და ნაცმოძრაობა სიკეთეს მოგვიტანს ჩვენ და წარმოიდგინოთ თავიანთი ოჯახის წევრები შეიძლება აღმოჩნდნენ იგივე დღეში. ეს იყო საშინელება რაც უყურეთ და აქციაზე იმიტომ გამოვედით რომ ყველაფერი მშვიდობიანად კარგად დამთავრდეს და გავიმარჯვოთ და რა ვიცი ესე იგი ულოცავს უყველას წინასწარ ამ გამარჯვებას.